გამარჯობა თიმ დორამითა, როგორ ხართ? თქვენთვის მოვიტანე შესანიშნავი დორამა, რათა თქვენმა ყურებმა ისი ამოვნონ. ეს შეჯამება მოკლე და ახალია. მზად ხართ? აი ეს წარმოუდგენელი ისტორია. სერიალი იწყება on-y, o-t, ახალგაზრდა სტუდენტით, რომელიც ავტობუსს ელოდება და მზადაა ახალ ინსტიტუტში სწავლის პირველი დღისთვის. ცვლილებით ნერვიულობის გამო, იგი ტელეფონით თავის მეგობარს არწმუნებს, რომ არ სურს წასვლა. თუმცა მეგობარი ცდილობს დაამშვიდოს იგი და შეახსენოს, რომ ამ ახალ ინსტიტუტში მათ ერთად სწავლა შეეძლებათ. ტელეფონის გათიშვის შემდეგ, იგი იწყებს თავისი საყვარელი მომღერლის ვიდეოს ყურებას, რომელსაც ჯისა ჰქვია, რომელიც მოულოდნელად მის გვერდით ჩნდება და მხარზე ხელს ადებს, რათა დაელაპარაკოს. on-y, o-ს არ შეუძლია დაიჯეროს ის, რაც თავს გადახდება და ვინ დაიჯერებდა ამას, ამიტომ იგი არაერთხელ უყურებს თავის ეკრანს, რათა დაარწმუნდეს, რომ ეს ნამდვილად ჯისაკია. იგი წარდგენის შემდეგ არწმუნებს გოგონას, რომ ისინი თანაკლასელები იქნებიან, რადგან თავადაც იმ ინსტიტუტში სწავლობს, სადაც on-you ახლახან გადავიდა. ახალი ამბავი on-y, o სიხარულს ჰგვრის, რაც მას ნერვიულობას მალევე აკარგვინებს. ინსტიტუტში მისვლისას on-y, o-ს დედა მას უგზავნის შეტყობინებას და მოუწოდებს, რომ კარგი ნიშნები მიიღოს. მოგვიანებით წარდგენის დროს მასწავლებელი ეუბნება, რომ ჯისაკ კლასის ხელმძღვანელია და შესაბამისად, თუ რაიმესთან დაკავშირებით კითხვა ექნება, შეუძლია მას ჰკითხოს. მოგვიანებით on-y, o-ს მეგობარი, სახელად იეჩან, შედის კლასში და სრულიად იგნორირებას უკეთებს ჯისაკსა, რომელსაც ნოსტალგიით ახსენდება ის დრო, როცა ისინი მეგობრები იყვნენ. ამის შემდეგ იეჩან on-y-ს გვერდით ჯდება და ეპატიჟება, ერთად წავიდნენ სადილად. მათი წასვლის შემდეგ ერთი კოლეგა on-y-ზე ალაპარაკდება, მაგრამ so-mang იაჩუმებს და აფრთხილებს. ერთად ყოფნისას on-you და იეჩან იწყებენ ერთმანეთის ცხოვრების შესახებ სიახლეების გაზიარებას სამწლიანი დაშორების შემდეგ, რა დროსაც ისინი მხოლოდ ტელეფონით ურთიერთობდნენ. შემდეგ იეჩან ეკითხება on-y-ს, მოსწონს თუ არა მას ინსტიტუტი და იგი პასუხობს, რომ უხარია ჯისაკ ის ყოველდღე ნახვა. თუმცა იეჩან საერთოდ ერიდება მასზე საუბარს. ჩვენ უკვე ვიცით რატომ. კლასში დაბრუნებისას on-you წარუდგენს თავს so-mangs და მეგობრობის ნიშნად თკბილეულს თავაზობს. მოგვიანებით იგი დადის ინსტიტუტში, რათა დაათვალიეროს შენობა და პიანინოს აღმოჩენისას სწრაფად მიდის მასთან დასაკრავად. ჯისაკ, რომელიც მელოდიას ისმენს, so-mangთან და მის ერთ-ერთ მეგობართან, სახელად Hei-Yun-თან ერთად მიუახლოვდება მას და პიანინოზე კარგად დაკვრის გამო შექების შემდეგ შესთავაზებს მუსიკალურ ჯგუფში გაწევრიანებას. on-y-ს ნერვიულობის გათვალისწინებით, ჯისაკ არწმუნებს მას, რომ არა იძულებენ მათთან შეერთებას და რომ შეუძლია დრო დაუთმოს ფიქრს. რა შესანიშნავი შეთავაზებაა. on-you შემდეგ ბრუნდება კლასში და მუსიკალური ჯგუფის პლაკატის ნახვის შემდეგ იწყებს საკუთარი თავის დარწმუნებას, რომ უნდა მიყვეს თავის ოცნებას, სანამ მისი თანაკლასელები განაგრძობენ მის წახალისებას მონაწილეობის მისაღებად. მოგვიანებით ჯისაკ სახლშია so-mangთან და Hei-Yun-თან ერთად და საუბრობენ მისი ბოლოს სიმღერის ვიდეოს ნახვებზე. მაშინ Hei-Yun ამტკიცებს, რომ on-y-ს პიანინოს თანხლებით მათი მუსიკის ხარისხის საგრძნობლად გაუმჯობესდება. ამიტომ იგი სთხოვს ჯისაკს დაელაპარაკოს იეჩანს, რათა სცადოს მისი დარწმუნება. ამასობაში ჯისაკ იხსენებს ცუდ ურთიერთობას, რომელიც მას ამჟამად აქვს თავის მეგობართან. კვდები იმის გასაგებად, თუ რა მოხდა იქ შენ არა? უფრო გვიან, როდესაც on-you ესაუბრება იეჩანს, მისთვის გაკეთებულ შეთავაზებაზე ჯისაკ ჩნდება, რათა ჰკითხოს მიიღო თუ არა მან გადაწყვეტილება. თუმცა იგი პასუხობს, რომ ჯერ კიდევ არ არის დარწმუნებული. სახლში on-you ხსნის ყუცი მუსიკალური ჯგუფის მოგონებებით, რომელშიც ადრე უკრავდა, მაგრამ ამ მომენტში დედამისი ჩნდება და მოუწოდებს მას სწავლაზე ფოკუსირდეს და თავი დაანებოს მუსიკას. რა სულის გამტეხია. მეორე დღეს რამდენიმე მოსწავლე იწყებს on-y-ს ჩაგვრას, მაგრამ so-mang და Hei-Yun ჩნდებიან მის დასაცავად. მას შემდეგ, რაც ისინი ერთად საუბრობენ გარკვეული დროის განმავლობაში, on-you გამოხატავს თავის სიხარულს იმით, რომ მათ მეგობრობას ეყრდნობა. თავის მხრივ ჯისაკ მიდის იეჩანთან მარტო სასაუბროდ, რომელიც თავს იკავებს მათ შორის დიდი ხნის წინ არსებული პრობლემის გამო. ვაიმე თქვით უკვე რა ხდება. იმ მომენტში on-you ჩნდება და მიდის იეჩანთან ერთად. იგი მოუწოდებს მას ერთად შეურთნენ მუსიკალურ ჯგუფს და მისი უარის წინაშე ახსენებს მას თუ რა კარგი მომღერალი იყო ყოველთვის. ღამით on-you საბოლოოდ რწმუნდება და იწყებს ჯგუფისთვის მუსიკის შედგენას.
ხოლო მეორე დღეს აცხადებს თავის გადაწყვეტილებას სხვა წევრებთან შეერთების შესახებ, რომლებიც სწრაფად ზეიმობენ მასთან ერთად მის ჩართვას. მოგვიანებით ვიდეო იმის შესახებ, თუ როგორ მიაქვს სომანგ სახლში დარჩენილი საკვები რესტორნიდან, სადაც იგი მუშაობს, ვრცელდება მთელ ინსტიტუტში. ამიტომ ონიუ და მისი მეგობრები იწყებენ ფიქრს მისი დახმარების გზებზე. თუმცა, როდესაც ისინი მიდიან მასთან სასაუბროდ, იგი უარს ამბობს შერცხვენის გამო და მარტო მიდის, რის შემდეგაც დროს ატარებს ბებიასთან ერთად მუშაობაში. ონიუ და ხეიონ არ ნებდებიან და ერთ საღამოს გადაწყვეტენ მივიდნენ იმ დახლთან, სადაც ბებია მისი მუშაობს, რათა დაელაპარაკონ მას. როდესაც სოუმანგ ჩადის, ისინი აცნობენ, რომ ვიდეო უკვე წაშალეს და არწმუნებენ, რომ არ უნდა რცხვენოდეს. ამის შემდეგ იგი ბოდიშს უხდის თავის მეგობრებს თავისი ქცევისთვის და ისინი ერთად იბრუნებენ ღიმილს. ერთ დილით, სანამ ონიუ ინსტიტუტის დერეფანს ასუფთავებს, თავის წინ ხედავს სომანგის ვიდეოს გამავრცელებელს, ამიტომ გადაწყვეტს შურისძიების მიზნით წყალი გადაასხას მას. ჯისაკ ის ყურადღებიანი მზერის ქვეშ, რომელიც სიცილით ადევნებს თვალს ყველაფერს. მოგვიანებით, ონიუ და ჯისაკ ერთად ვარჯიშობენ პიანინოზე და ხვდებიან გაკვეთილების შემდეგ, სადაც ჯისაკ გაოცებული მისი ნიჭით აძლევს მთავარ გმირს თავის წიგნს, რომელშიც სიმღერებს წერდა. სახლში დედამისი აღმოაჩენს ფურცლებს, რომლებზეც იგი მუსიკას წერს და მათი წაღების შემდეგ აფრთხილებს, რომ თავისი მომავალი წყალში არ გადაყაროს, რაც ოს ცრემლებს იწვევს, რომელიც რეკავს იეჩანთან, რათა შეხვდეს მას. ერთად ყოფნისას იგი უყვება მეგობარს მომხდარის შესახებ, მაგრამ იეჩან ცდილობს გააღიზიანოს იგი და ეთამაშოს. ამ საქმეს მნიშვნელობას არ ანიჭებს. რამდენიმე დღის შემდეგ იეჩან კვლავ აწუხებს ოს ბიბლიოთეკაში ჯისაკის მზერის ქვეშ, რომელიც უგზავნის მას შეტყობინებას, რომ იქიდან წავიდეს და მარტო შეხვდნენ ერთმანეთს სხვა ოთახში. და იქ იგი უხსნის გაკვეთილს, რომელიც სას არ ესმოდა, რის შემდეგაც უთხრდება, რომ წარსულში სიმღერა არ შეეძლოს საკუთარი თავის რწმენის არქონის გამო. ონიუ პასუხობს, რომ ჯისაკ მისი საყვარელი მომღერალია და რომ არასდროს უნდა დანებდეს და კოცნა არ იქნება, როგორც ჩანს, ჯერ არა. მოგვიანებით ყველა ერთად ჭამს პიცას, როდესაც მოულოდნელად გოგონები მიდიან და ჯისაკსა და იეჩან სამარტო ტოვებენ. მოულოდნელად ჯისაკ ცდილობს მასთან საუბარს, მაგრამ იგი კვლავ ეჭვით უყურებს და ცდილობს წავიდეს. თუმცა მისდა სამწუხაროდ, გოგონები წასულები არიან კარაოკეზე და თან წაიღეს კარის გასაღები. ამის წყალობით, მათ შორის დიდი სიჩუმის შემდეგ, ჯისაკ ახერხებს ბოდიში მოუხადოს მას და გაიხსენოს ის დრო, როცა ისინი ერთად მღეროდნენ და ერთად იყვნენ. ასეც ვიცოდი. მოგვიანებით ირკვევა, რომ პრობლემა მათ შორის გამოწვეული იყო იეჩან, ის გაუგებრობით, რომელსაც ეგონა, რომ ჯისაკმა გადაწყვიტა თავისი სოლო კარიერის დაწყება მის გარეშე, მაშინ როცა მან სინამდვილეში უარი თქვა მუსიკალურ შეთავაზებაზე, რადგან სააგენტომ უარი თქვა ორივეს დაქირავებაზე. ისე რომ ბოლოს იეჩან ბოდიშს უხდის მას და ისინი აღადგენენ მეგობრობას. საათების შემდეგ გოგონები იღებენ მათგან შეტყობინებას, რომელშიც აცნობენ მომხდარის შესახებ და როდესაც მიდიან მათ წამოსაყვანად, პოულობენ მათ ერთმანეთზე მიყუდებულებს ჩაძინებულებს. მოგვიანებით, სანამ გოგონები საუბრობენ, ეიუნ უკმაყოფილოა სოუმანგის დამოკიდებულებით, რომელსაც საყვედურობს, რომ იგი ოს მოსვლის შემდეგ მათ სხვანაირად ექცევა. ამგვარად, სოუმანგ მიდის საღამოს პარკში მასთან ერთად, რათა სცადოს მისი დამშვიდება და დაანახოს, რომ არაფერი მომხდარა. თუმცა, ეიუნ წარედ ტირის. იმ მომენტში ონიუ და ბიჭები, რომლებიც ბუჩქების უკან იმალებოდნენ და ამ სცენას უყურებდნენ, ისთვის დაბადების დღის ტორტს ამზადებენ და მოულოდნელად ჩნდებიან მის მისალოცად, რითაც ახერხებენ მისი სევდის ცრემლების სიხარულად აქციონ. დროის გასვლასთან ერთად, ეიუნ ისევ ისეთი ხდება, როგორიც ადრე იყო, ხოლო ოს და ჯისაკ ის ურთიერთობა მძაფრდება. ამავდროულად მთავარი გმირი ცდილობს გააუმჯობესოს თავისი უნარები პიანინოზე გამოსვლის წინ. თუმცა, როდესაც იგი მეგობრებთან ერთად რამდენიმე ფოტოს იღებს, უთხრდება მათ იმ ნერვიულობაში, რომელსაც გრძნობს, მაგრამ ისინი ამხნევებენ მას მისი უდიდესი პოტენციალის გათვალისწინებით. და ამგვარად, ონიუ განაგრძობს ვარჯიშს და რადგან სახლში პიანინო არ აქვს, ვარჯიშობს ფურცელზე, რომელზეც მან თავად დახატა პიანინო. მის გასამხნევებლად იეჩან მოუწოდებს ჯისაკსა
დაეხმაროს მას ოცნების ასრულებაში, ამიტომ იგი რეკავს, რათა მარტო შეხვდეს მას, რაც on-y o-os სიხარულს იწვევს. ერთად ყოფნისას G-sak იწყებს სიმღერას, რომელიც on-i o-o შეადგინა, რაც გარდაუვალად იწვევს ჩვენი მთავარი გმირის სახეზე დიდ ღიმილს, რომელიც მოგვიანებით თავის მეგობრებს უმხელს იმ გრძნობებს, რომლებიც G-sak ის მიმართ გაუჩნდა. მოგვიანებით დგება გამოსვლის დღე და G-sak და on-you დიდებას აღწევენ ერთად ამაღლებული სიმღერის შემდეგ. იმ დონემდე, რომ მთავარი გმირი საბოლოოდ წყვეტს ინსტიტუტის მიტოვებას, რათა მუსიკალურ სწავლაში სპეციალიზდეს და თავისი ოცნება აისრულოს. და ასე მთავრდება ეს შესანიშნავი დორამა. მორალი ასეთია, თუ გაქვს ოცნებები, მისდიე მათ. თუ გეშინია, მიატოვე ან შეეჭიდე შიშს. და თუ გყავს მეგობრები, ძალიან გაუფრთხილდი მათ და აგრძნობინე, რომ გიყვარს. გხოვთ დამეხმარეთ ლაიქით და აკომენტარეთ თქვენი საყვარელი ნაწილი, გამოიწერეთ და ჩართეთ შეტყობინებები. მომავალ შეხვედრამდე.